ახალს ვერაფერს ვერ ვიღებ. ახალს უნდა რაღაც უახლესი ისტორიის რაღაც ნაწილი, მაგრამ მე მინდა დღეს ორი დედა გვესწრება ჩვენა. ორი დედა გვესწრება, რომელიც ბედნიერია დღეს. და მე მინდა დედაზე ერთი ლექსი გითხრა, რომელიც აი გაჭირებისა, მე რო ჯარში ვიყავი და დედა რო წერდა, რომ მეშინოდა რუსული ჯარის, მეშინოდა რაღაცის, რომ აი დაუბრუნდები სოცხალი თუ არა ჩემს შვილებში თქო. დღეს ამ ლექსს ზუსტად ვერ შესაძლებელისავს გამოვიყენებ. ამას ქვია დედის წერილი. რატო დავარქვი დედის წერილი? ჯარში რო წავედი, ყველამ წერდა. წუწუნებდნენ რა. რატო წახვედი, რისთვის წახვედი? განაცხები არ იყო ჯარში წასასვლელები, მაგრამ დედამ წერდა, შენ აქ აურობას მიუყურებ, შენი თავი ჩამოიყვანე ცოცხალი, აქ ჩამოდიო. და ეს ბარათიც იქიდან შეძრა. მოცის პრო კომერს ფრთხილად გადავხსნი, შენი თითების მიგზერის თოლვა, თითქოს უბიდან ჯერ ვერ გადამსხი და უკვე თმებში ჩამოგართოვა. ცრემლი მომდის და ისევ დავუყურებ ჩემი ბავშვობის დიად მისამართს. ახლა შენ თემი გადამახურე, შენთვის ბარტყი ვარ, ისევ ისავარ. 27-ს გავწი ისევ მარიგებ, უსაყვარლესი დაახლოველი დედის სიყვარულს ჩვენ გვიან ვიგებთ. როდესაც თვითონ ვხვდებით მშობლები, ჩვენ ამ სიყვარულს ფრთხილად ვინახავთ. იგი დიდია და ხელუხლები. მაინც ვერ გეტყვი, როგორ მიყვარხარ და გიზაბუნა თუმცა მუხლებში. მოცის პრო კომერს ფრთხილად გადავხსნი, 1000 ფიქრის გარეშე შემოსილს სათონის თავზე, როგორც საყურე ანთია მთვარე ჩვენი